Peppa-ს სამყაროც კი არ არის სრულყოფილი. აქ არის რამდენიმე სახალისო ანიმაციური შეცდომა, რომლებიც ალბათ არასდროს შეგიმჩნევიათ. მაგალითად, სერიაში ოქროს ჩექმები ჩვენ შევამჩნიეთ უამრავი შეცდომა. პირველ რიგში მისის დაკი ამ სერიაში თეთრია, მაშინ როცა ყველა სხვა სერიაში ის ყვითელია და ეს ყველაფერი არ არის. როცა Peppa ბატონ ზებრასთან ლაპარაკობს, პირველ სცენაში სუზის ჩაცმული აქვს ჩექმები, მაგრამ შემდეგ ორ სცენაში ისინი ქრება და ისევ ჩნდება. და მოგვიანებით სერიაში ვამჩნევთ, რომ Grumpy Rabbit-ი რაკეტაში რომ შედის, ფეხში შველია. თუმცა როცა მთვარეზე დაეშვება, მას ჩექმები აცვია. და ბოლოს, როცა რაკეტა ბაბუა ფიგის ბაღში დაეშვება, ყველას კოსმოსური ჩაფხუტები უჩინარდება. სერია სადილი სავსეა უამრავი შეცდომით. საწყისშივე შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ ჯორჯი დგას ბოსტნისა და ბალახის საზღვარზე, მაგრამ როცა სცენა შორდება, ვხედავთ, რომ ის ახლა ბოსტნიდან რამდენიმე ნაბიჯით მოშორებულია. და ეს ყველაფერი არ არის. ამ სცენაში ბებია ფიგი ამზადებს სალატს, ხოლო Peppa და ჯორჯი მის გვერდით განან დაუყურებენ. ეხლა აქ Peppa-ზე გაამახვილეთ ყურადღება. როცა სცენა შორდება, ვხედავთ, რომ Peppa ჯორჯისკენ სრიალებს. თითქოს იატაკზე სრიალით გადაადგილდება. ეს სწრაფად მოხდა, მაგრამ ჩვენ შევძელით მისი დაჯერა. ეხლა სცენას გაჩვენებთ. ნახეთ, შეძლებთ თუ არა შეცდომის პოვნას. შეამჩნიეთ შეცდომა. საიდან გაჩნდა Peppa-ს ჩანგალი? ჯიბეში ხომ არ ინახავდა? ამ სცენაში კი ჩანს, თითქოს Peppa-მ ჩანგლით დუჩი გაიხრიდა. სერიაში ნიღაბი, Peppa და მისი მეგობრები საბავშვო ბაღში არიან და ნიღბების გაკეთებისთვის ემზადებიან. სერიის დასაწყისში, როცა ბავშვები თავიანთ მაგიდებთან მიდიან, რამდენიმე შეცდომა შევნიშნეთ. პირველ მაგიდაზე ვხედავთ ორ ჭიქას ერთმანეთის გვერდით. ერთში მაგრატელია, მეორეში კი ფერადი კალმები. მაგრამ როცა სცენა შორდება, ფერადი კალმების ჭიქა ახლა ფერად ქაღალდებზე დევს. და ეს ყველაფერი არ არის. მეორე მაგიდაზე შეგვიძლია შევამჩნიოთ 4 ლანგარი, მაგრამ როცა სცენა შორდება, მხოლოდ 2 ჩანს. სერიაში რეცხვა, Peppa, ჯორჯი და დედიკო ღორი გარეთ გადიან, რომ ითამაშონ ტალახიან გუბეებში. და როცა ამას აკეთებენ, შემთხვევით ტალახის ნაწილი მამიკო ღორის კაცის თეთრ პერანგზე ესხმებათ. ამიტომ ისინი გადაწყვეტენ პერანგი ისევ გარეცხონ. აქ როგორც ვხედავთ, დედიკო ღორი თეთრ პერანგს სარეცხ კალათაში დებს და სხვა ოთახში გადის, რომ მეტი ტანსაცმელი მოიტანოს სარეცხად. და სანამ ის გასულია, Peppa თავის პერანგს კალათაში დებს. ახლა კარგად დააგვერდით, რადგან აქ მოდის შეცდომა. მას შემდეგ, რაც მანქანა სარეცხად ამთავრებს, დედიკო ღორი Peppa-ს პერანგს იღებს, მაგრამ შეხედეთ სარეცხ მანქანას შიგნით, ის წარიელია. იქ სხვა ტანსაცმელი აღარ არის, მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ დედიკო ღორმა მინიმუმ 4 ან 5 ტანსაცმელი ჩადო შიგნით, მაგრამ ახლა არც ერთი აღარ არის. და ეს ყველაფერი არ არის. აქ კიდევ ერთი შეცდომა გვაქვს. მოგვიანებით სერიაში მამიკო ღორი სამსახურიდან ბრუნდება და თავისი პერანგი უნდა რომ გარეთ გავიდეს და ფეხბურთი ითამაშოს. კარგად დააგვერდით, სარეცხ მანქანაში რამდენიმე ტანსაცმელია. მაგრამ მას შემდეგ, რაც Peppa მამიკო ღორს პერანგს აძლევს, სარეცხ მანქანაში ტანსაცმელი ისევ გაქრალია. ჩვენ არ გვინახავს ვინმეს გამოეყვანოს ისინი. აბა, სად წავიდა? იქნებ სარეცხ მანქანას ჯადოსნობა შეუძლია, ან იქნებ ანიმატორებმა უბრალოდ დაავიწყდათ ტანსაცმლის ანიმაცია. გავაგრძელოთ. სერიაში პიკნიკი. ღორების მთელი ოჯახი გარეთ გადის პატარა პიკნიკისთვის. ეხლა მოდით დავაგვერდეთ პიკნიკის ფლედს. მასზე ბევრი გემრიელი რამდევს, მათ შორის 2 სენდვიჩი. დეტალი ისაა, რომ შემდეგ სცენაში 4-ვე ოჯახის წევრს ხელში სენდვიჩი უჭირავს. გარდა ამისა, მიწაზე 4 თეფში დევს, რაც 2 თეფშით მეტია ვიდრე ადრე, და ასევე 2 ჭიქა ფორთოხლის წვენი, რომლებიც ასევე არსაიდან გაჩნდა. ერთი მამი ბიგის გვერდით და მეორე დედი ბიგის გვერდით. თვითონ ფორთოხლის წვენის ხუთიც კი საიდუმლოდ ქრება. თითქოს ვიღაც ჯადოსნობას აკეთებს. სერიაში საუკეთესო მეგობარი, Peppa Pig თავის საუკეთესო მეგობარს, Suzy Ships ეპატიჟება სათამაშოდ. ვხედავთ, როგორ იღებენ ისინი სხვადასხვა სათამაშოს კალათიდან და კრიან იატაკზე. მაგრამ როცა ჯორჯ სურს გაერთოს მათთან ერთად, Peppa მას ამის უფლებას არ აძლევს. როგორც არ უნდა იყოს, ამ სცენის შემდეგ ისევ იმავე ადგილას ბრუნდებით და ვამჩნევთ, რომ პატარა საკვირი, რომელიც იატაკზე მწვანე ბლოკნოტის გვერდით იდო, გაქრა. შემდეგ ვხედავთ, რომ ის ჯადოსნურად ოთახის მეორე მხარეს აღმოჩნდა. და ეს ყველაფერი არ არის. როცა გოგონები სათამაშოებს კალათიდან იღებენ, ერთ-ერთი პირველი არის ჯეკი უცში, რომელიც მაშინვე იხსნება, როგორც კი მას ამოიღებენ. თუმცა ცოტა ხანში ჯორჯთან საუბრის შემდეგ ვხედავთ, რომ სათამაშო აღარ არის ოთახის იატაკზე, მაგრამ საყვირისგან განსხვავებით მას აღარ ვხედავთ. შესაძლოა ანიმატორები ცოტა ზარმაცები იყვნენ მთელი ის არეულობა დაელაგებინათ. სერიაში ახალი სახლი მამიკო ღორი პეპასა და ჯორჯს მიყავს სტუმრად იმ სახლში, რომელსაც მისტერ ბული აშენებს. მოგვიანებით სერიაში, როცა სახლი მზად არის, მისტერ ბული საქანელას პირდაპირ სახლის გვერდით აკანებს. როცა პეპა საქანელაზე თამაშობს, მგლების ოჯახი მოდის. ეხლა ყურადღებით დააგვირდით.
როგორც აქ ხედავთ, პეპა საქანელაზეა, ხოლო მგლების ოჯახი მანქანიდან გადმოდის. მაგრამ როცა ისინი ღორის ოჯახთან მიდიან, საქანელა ჯადოსნურად ქრება. როგორ შეიძლება ეს? რამდენიმე წამის წინ პეპა საქანელაზე თამაშობდა, მაგრამ ახლა ის აღარ არის. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მას შემდეგ რაც მისტერ ვულფი ამოწმებს ალს, განძლია თუ არა, საქანელა ჯადოსნურად ისევ ჩნდება. სერიაში ძილის დრო შესავალში როგორც ყოველთვის შეგვიძლია შევამჩნიოთ პეპას სახლი და მისი სახლის მარჯვენა მხარეს ასევე ვხედავთ მზეს, რომელიც ჩასვლას აპირებს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ როდესაც კადრი ახლოვდება პეპას სამზარეულოსკენ, შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ მზე ისევ მათი სახლის მარჯვენა მხარესაა. მაგრამ როცა სამზარეულოში შევდივართ, მზე ფანჯრიდან ჩანს. ამას აზრი არ აქვს. ეს ლოგიკური შეცდომაა. ამავე სერიაში, როცა ღორის ოჯახი ერთად ვახშმობს, თუ ვუყურებთ ვახშმის თეფშებს, შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ მხოლოდ ჯორჯმა დაასრულა თავისი საჭმელი. Mamiko Pigs, Dedigo Pigs და Pepas ჯერ კიდევ არ დაუნთავრებია თავიანთი საჭმელი, მაგრამ რამდენიმე წამში, როცა Mamiko Pigi ამბობს, რომ დაღლილია, ვხედავთ კიდევ ერთ კადრს ვახშმის მაგიდაზე. და თუ Pepas თეფს დავაკვირდებით, ის ცარიელია. არ მგონია Pepa მთელი თეფში ერთ ლუკმაში შეჯამოს. ეს აშკარად შეცდომაა. სერიაში სკოლის ბანაკი, Pepa და მისი მეგობრები მიდიან ბანაკში თავიანთ მასწავლებელთან, მადამ გაზელთან ერთად. როცა ისინი ბანაკის ადგილას მიდიან, ხედავთ, რომ პეპას მეწამული ზურგჩანთა აცვია, მაგრამ შეცდომაა ის, რომ როცა სუზისთან ერთად ბანაკის გაშლას იწყებს, მისი ზურგჩანთა უკვე წითელია. რამდენიმე წამში პეპას ზურგჩანთა ფერი შეიცვალა და ეს ყველაფერი არ არის. როცა პეპა და სუზი კარავს აწყობენ, რამდენიმე წამში კადრი შორდება და თუ პეპასა და სუზის დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მათ საერთოდ აღარ აცვიათ ზურგჩანთები. მოგვიანებით ეპიზოდში, როცა ყველას ძინავს, სუზი კარვიდან გამოდის ფანრით და ვხედავთ, რომ ფანარი წითელია. მაგრამ შეცდომაა ის, რომ როცა სუზი მადამ გაზელის კარვამდე მიდის, ფანარი უკვე იისფერია. მართლა რა ხდება, რომ ეს ნივთები წამებში უცვლიან ფერს? გადავიდეთ შემდეგზე, ეპიზოდში მამიკოს ვიდეოკამერა, რამდენიმე შეცდომა შევამჩნიეთ. Peppa და ჯორჯი საუზმობენ, როცა Mamiko Pigs თავისი ვიდეოკამერის მიწოდება მოაქვს. ახლა შეხედეთ ამ მაგიდას. როგორც ვხედავთ, არის 200 მარცვლეულის და 2 ჭიქა ფორთოხლის წვენი. მაგრამ რამდენიმე წამში, როცა Mamiko Pigi კამერას მაგიდაზე დებს, მარცვლეულის 100 და ფორთოხლის წვენის ჭიქა ქრება და ეს ყველაფერი არ არის. მოგვიანებით ეპიზოდში Mamiko Pigi კამერას ტელევიზორში აერთებს, რომ ნახოს გადაღებული მასალა. ეხლა შეხედეთ, სად არის კაბელი შეერთებული. ის ტელევიზორის ქვედა ნაწილშია. როცა ტელევიზორის გადიდებულ ხედს ვხედავთ, კაბელი, რომელიც შეერთებული იყო, არსად ჩანს. მაგრამ ისევ, როცა ოთახის ფართო ხედს ვხედავთ, კაბელი ისევ ჩანს. გავაგრძელოთ, სერიაში Kylie Kanguru და მისი ოჯახი სტუმრად მიდიან პეპას სახლში. როცა ისინი ღორის ოჯახის სახლში მიდიან, მთელი ღორის ოჯახი გარეთ გამოდის მათ მისასმებლად. ახლა კარგად დააგვერდით ღორის ოჯახს. შეგვიძლია შევამჩნიოთ, რომ პეპა და ჯორჯი დგანან პირდაპირ მამიკო და დედიკო ღორის წინ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ როცა კადრი ახი ახლოვდება პეპასა და ჯორჯზე, დედიკო და მამიკო ღორი კადრიდან ქრებიან. მაგრამ ცოტა ადრე ვნახეთ, რომ ისინი პეპასა და ჯორჯის ზუსტად უკან იდგნენ. ამ ეპიზოდში კიდევ ერთი შეცდომაა და ის კიდევ უფრო სასაცილოა. მას შემდეგ, რაც პეპა და ჯორჯი შეხვდებიან Kylie Kangurus და მის ძმას ჯოის, პეპა აჩვენებს კაილის, როგორ უნდა ხტუნვა ტალახიან გუბეებში. ეხლა შეხედეთ ტალახიანი გუბის ზომას. ის საკმაოდ პატარაა. მაგრამ როცა სხვა პერსონაჟები იწყებენ გუბეში ხტუნვას, მისი ზომა ჯადოსნურად იცვლება. აშკარად ჩანს, როგორ იცვლის გუბეს ზომას უცებ. სერიაში კლდის გუბეები. პეპა და ჯორჯი, ბებია და ბაბუა ბიგთან ერთად ზღვაზე მიდიან. და როცა ისინი მიდიან, ვხედავთ, რომ პეპას ხელში აქვს ნარინჯისფერი ნიჩაბი, ხოლო ჯორჯს ნარინჯისფერი ვედრო უჭირავს. მაგრამ რამდენიმე წამში, როცა ისინი პატარა გუბესთან მიდიან, პეპას ნიჩაბი, რომელიც ხელში ეჭირა, ფერს იცვლის. ადრე ის ნარინჯისფერი იყო, ეხლა კი მწვანეა. ეს იყო ანიმაციის რამდენიმე შეცდომა, რომელიც Peppa Pig-ში შევამჩნიეთ და როგორც ყოველთვის, შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.